სტატუსი, პრესტიჟი, ფუფუნება და რა თქმა უნდა ლეგენდარული V12 ძრავა. ეს იგივეა, რაც ოქროს ზოდების და ბრილიანტების ფლობა. თქვენ წინაშე მხოლოდ ავტომწარმოებელი არ დგას. ეს ელიტარული ბრენდი Rolls-Royce-ია და ის სახელით უკვე ყველაფერს ამბობს. კომპანია, რომელიც 1884 წელს დაარსდა, მსოფლიო ომებსა და ეკონომიკურ კრიზისებს გადაურჩა და დღეს ფეხზე კვლავ მყარად დგას. ამ წარმატების მიღმა არსებობს ისტორია, რომელიც ყველამ არ იცის. წარმოიდგენდით, რომ ამ მდიდრული სამყაროს საწყისებში ერთი ღარიბი ბიჭი დგას, რომელიც 9 წლის ასაკში დედის დასახმარებლად გაზეთებს ყიდდა. ამ ვიდეოში Rolls-Royce-ის ტრაგიკულ და სირთულეებით აღსავსე ისტორიაზე მოგიყვებით. თავი პირველი. ფრედერიკ ჰენრი როისი. ფრედერიკ ჰენრი როისი 1863 წლის 27 მარტს ინგლისში პიტერბროს მახლობლად 5 შვილიან ოჯახში დაიბადა. მამამისი, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, პურის ფულისთვის წისქვილს მართავდა. წისქვილის საეკლესიო კომისრებს ექვემდებარებოდა, რომლებიც ეკლესიიდან მიღებულ შემოსავლებს თავადვე ინაწილებდნენ. თუმცა ბიზნესი ჩავარდა და როისებსაც ლონდონში გადასვლა მოუხდათ. და მაშინ, როდესაც თავს ძლივს ირჩენდნენ, კიდევ ერთი უბედურება დაატყდათ. ჰენრის მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. როისის ოჯახს ყოველდღიური საჭიროებისთვის საკმარისი თანხაც აღარ ჰქონდა. ფრედერიკი, რომელიც და-ძმებს შორის ყველაზე უმცროსი იყო, სკოლაში არ ყოფნისას გაზეთებს ყიდდა და ოჯახს ასე ეხმარებოდა. სიღატაკეში გატარებული წლების შემდეგ ოჯახის გაჭირვებაზე ჰენრის დეიდამ შეიტყო და მათ ფინანსური დახმარება შესთავაზა. როისმა მიღებული თანხა Great Northern Railway-ში სტაჟირებისთვის გამოიყენა. მაგრამ სწავლის გადასახადი სრულად ვერ დაფარა. კვლავ გაკოტრდა და ძველ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა. როისი არ დანებებულა. მან ახალი სამსახური ლიდსში ხელსაწყოების დამამზადებელ ქარხანაში იპოვა. თუმცა საკმარისი ესეც არ აღმოჩნდა. 1882 წელს ის ლონდონში დაბრუნდა და საინჟინრო კომპანიას შეუერთდა. ეს ჰენრის შემდგომი წარმატებისთვის ტრამპლინი აღმოჩნდა. 2 წლის შემდეგ თავისივე მეგობარმა ერნესტ კლერმონტმა როის საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის წარმოებაზე თანამშრომლობა შესთავაზა. ამ წინადადებისთვის დანაზოგი იყო საჭირო, მაგრამ ჰენრის სულ 20 გირვანკა სტერლინგი ჰქონდა გადანახული. ერნესტის ფინანსურ გასახანს კი 50 გირვანკა სტერლინგი შეადგენდა. ამ 70 გირვანკა სტერლინგით მათ კომპანია F.H. როისი დაარსეს, რომელიც 1884 წლისთვის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებადაც დარეგისტრირდა. როის სიცოცხლის ბოლომდე ინჟინრად მუშაობა სურდა, რადგან ეს საქმე ძალიან კარგად გამოსდიოდა. თუმცა როგორც ყოველთვის, გარე ფაქტორებმა თავი იჩინა. ბურების მეორე ომის შედეგად კომპანიის ვაჭრობა საგრძნობლად შემცირდა. ამას გერმანიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან გაზრდილი იმპორტიც დაემატა. ჰენრის ბიზნესი უნდა გადაერჩინა. როისმა F.H. როისი ხელახლა დაარეგისტრირა, უკვე როგორც როის ლიმიტედი. ჰენრი თავდაუზოგავად მუშაობდა, თუმცა გამოსავალი არ საიდან ჩანდა. ბოლოს კი როგორც იქნა, სწორ გზას დაადგა. როისმა მეორადი 2 ცილინდრიანი ფრანგული დექოვილი შეიძინა. ამ მანქანამ ფრედერიკი იმდენად მოხიბლა, რომ მომდევნო რამდენიმე წელი მისი მუშაობის პრინციპის გარკვევას დაუთმო. კვლევის დროს შეცდომებიც აღმოაჩინა და გადაწყვიტა უკეთესი ძრავა დაეპროექტებინა. როისი თავდაუზოგავად მუშაობდა. ეს ბიზნეს ძალიან ადგებოდა, მაგრამ იმავეს მის ჯანმრთელობაზე ვერ ვიტყოდით. 1902 წელს ფრედერიკი ავად გახდა, მაგრამ არც მაშინ დანებებულა.
1903 წლისთვის ჰენრის თავისი პირველი ბენზინის ძრავა უკვე შექმნილი ჰქონდა. ეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ავტომობილის აწყობამდე. დაბრკოლებების მიუხედავად 1904 წელს მან ბენზინის ძრავა ამოქოქა. მალევე კი ქალაქში როლს-როისის პირველი 10 ცხენისძალიანი მანქანითაც გაისერნა. მოცა. ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, როგორც ხედავთ 70%-ზე მეც არხი გამოწერილი არ გაქვთ. მოგწონთ თქვენი საქციელი? და ჩვენი ვიდეოები? გამოიწერეთ არხი და მოგვეცით დამატებითი мотиваცია. უფასოა. ამ პერიოდისთვის ყველაფერი იდეალურად მიდიოდა. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ ამ წარმოუდგენელი მიღწევების უკან მხოლოდ ერთი ადამიანი იდგა, ცდებით, როგორც ბრენდის სახელიდანაც ჩანს, როლს-როისის მიღმა არსებობდა კიდევ ერთი ადამიანი. ადამიანი, რომელთან ერთადაც ფრედერიკ ჰენრი როისმა საავტომობილო ინდუსტრია თავდაღირა დააყენა. თავი მეორე, ჩარლზ სტიუარტ როლსი. მოდით, ახლა საერთოდ სხვა სამყაროში გადავინაცვლოთ, სადაც ცხოვრების დონე და შესაძლებლობები როისისგან განსხვავებით კოლოსალურია. ამ ისტორიის ფესვებიც ინგლისიდან მოდის. ვიდეოს მეორე გმირი ჩარლზ სტიუარტ როლსია. როლსი, რომელიც სამეფო ოჯახს წარმოადგენდა. ჩარლზი 1877 წლის 27 აგვისტოს ლანგადოკის პირველი ბარონის ჯონ როლსის ოჯახში დაიბადა. უფროსი როლსისთვის პრიორიტეტი შვილების განათლება იყო და მათთვის დამატებით გაკვეთილებსაც არ იშურებდა. კოლეჯში სწავლისას ჩარლზი ძრავებით დაინტერესდა, რაც მსგავსი სტატუსის ბიჭისთვის საკმაოდ უცნაური გახლდათ. ამის გამო მდიდარი თანატოლები ხშირად დასცინოდნენ. ბარონს ჭუჭყიანი როლსი და ბენზინის მოყვარულიც კი შეარქვეს. მაგრამ დამამცირებელ სიტყვებს მასზე მცირედითაც არ უმოქმედია. ძრავებით გატაცებამ 18 წლის როლსი პარიზში მიიყვანა, სადაც თავისი პირველი ავტომობილი პეჟო ფაეტონი შეიძინა. ითვლება, რომ ეს პეჟო იმ დროს კემბრიჯში პირველი, ხოლო მთლიან უელსში მესამე მანქანა იყო. მისი შეძენის შემდეგ ჩარლზი საფრანგეთის საავტომობილო კლუბში გაწევრიანდა, რამაც ის ფრედერიკ როისთან შეხვედრას ერთი ნაბიჯით დაახლოვა. 1878 წელს ლოკომოტივის კანონმდებლობით ავტომობილების მართვაზე მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. მთავრობის გადაწყვეტილებამ როლს თვითმავალი მოძრაობის ასოციაციისკენ უბიძგა. გამორჩეული აქტივიზმით ის ინგლისის საავტომობილო კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. კოლეჯის დასრულების შემდეგ როლსმა მუშაობა ჯერ ორთქლის იახტაზე, შემდგომ კი საინჟინრო კომპანიაში დაიწყო. თუმცა მალევე მიხვდა, რომ ახალი ნივთების შექმნაზე მეტად მათი გაყიდვა ეხერხებოდა. ერთი რამ, რაზეც უარი არასდროს უთქვამს, რბოლებში მონაწილეობა იყო. მაგრამ ამჯერად უკვე თავისი მანქანით გამოდიოდა. 1903 წელს მან დუბლინში სიჩქარის რეკორდიც მოხსნა. როლს დიდი გეგმები ჰქონდა, რისი განხორციელებისთვისაც წარმოიდგინეთ და ფული სჭირდებოდა. როისისგან განსხვავებით მისთვის ეს უმარტივესი ამბავი გახლდათ. მამისგან მიღებული 6600 გირვანკა სტერლინგით ჩარლზმა თავის მეგობარ კლოდ ჯონსონთან ერთად როლს ენდ კომპანი დაარსა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ პეჟოს ძრავების იმპორტითა და გაყიდვით შემოიფარგლებოდა. დანარჩენი უკვე ისტორია. თავი მესამე, მეგობრობა, რომელმაც თამაშის წესები შეცვალა. წარმოსადგენადაც რთულია თუ როგორ გადაიკვეთა მათი გზები, მაგრამ ფაქტია, განსხვავებული ცხოვრების მქონე ადამიანებმა ისტორია დაწერეს. ფრედერიკს ყველაფრისთვის ბრძოლა უწევდა, ხოლო ჩარლზის ოცნებებს მისი მდიდარი ოჯახი მარტივად ასხამდა. როლს-როისი იყო კომპანია, რომელსაც ორივეს გამოცდილება თანაბრად სჭირდებოდა და მოდით მათ შეხვედრაზე ვისაუბროთ. 1904 წლისთვის ჰენრი და ჩარლზის საავტომობილო ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი. ჰენრი წარმოებაში იყო ჩართული, ჩარლზი ყიდვა-გაყიდვაში. მათ არასდროს უფიქრიათ, რომ ერთმანეთი სჭირდებოდათ. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ჰენრი ედმუნდმა ჩარლზ როლს თავისი ახალი 10 ცხენის ძალის მქონე როისი გააცნო. ჩარლზის ბიზნესი კარგად მიდიოდა, მაგრამ ერთი დიდი პრობლემა ჰქონდა.
მას მხოლოდ იმპორტირებული მანქანების გაყიდვა შეეძლო. და სწორედ მაშინ, როდესაც ამ საკითხზე თავის როისიან მეგობართან დაიწუწუნა, ედმუნდმა გადაწყვიტა როლსი და როისი ერთმანეთისთვის გაეცნო. მაგრამ რას წარმოიდგენდა, რომ ეს შეხვედრა საავტომობილო ინდუსტრიას სამუდამოდ შეცვლიდა. 1904 წლის 4 მაისს ფრედერიკსა და ჩარლზ შორის მანჩესტერში პირველი შეხვედრა შედგა. როისის 10 ცხენის ძალიანი ძრავის დანახვაზე როლსი მიხვდა, რომ პრობლემა უბრალოდ აღარ არსებობდა. თან ეს მანქანა თავადაც გაატარა და დიდი სიამოვნებაც მიიღო. როლსმა როისს მთავარი პირობაც მისცა. ის იმდენ მანქანას გაყიდდა, რამდენსაც ფრედერიკი აწარმოებდა. ასე და ამგვარად პარტნიორობა შედგა. მალევე კი როლს როისიც ჩამოყალიბდა. ფრანგმა აკადემიკოსებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანების IQ, რომლებსაც კრისტალ აუტოს არხი აქვთ გამოწერილი, აინშტაინის IQ-ზე ბევრად მაღალია. გამოიწერე ჩვენი არხი, გააოცე ყველა. თავი მეოთხე. როლს-როისის ბრენდის ჩამოყალიბება. ბრენდი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. ფრედერიკისა და ჩარლზის დაუხალავი შრომის დამსახურება იყო. როლსმა დერბიში ქარხანა გახსნა. როის კი მანქანების დიზაინი და წარმოება დაევალა. ჩარლზის საქმე მანქანების გაყიდვა იყო და ეს საწყის ეტაპზე ძალიან რთული აღმოჩნდა. პრობლემები არ წყდებოდა. ჩარლზი მალევე მიხვდა, რომ ადგილობრივი, მაგრამ უცნობი წარმოების ავტომობილს არავინ იყიდდა. იმ დროს ყველა სანდო ავტოკომპანია ბრიტანელებისთვის უცხოვრი იყო. მათ პირველ რიგში ბრენდის შექმნა სჭირდებოდათ. გაერთიანებულ სამეფოში როლს-როისის შესახებ ყველას უნდა სწოდნოდა. საბედნიეროდ ამ საქმისთვის იდეალური ადამიანი ახლოს ჰყავდათ. ეს ჩარლზის პარტნიორი და მეგობარი კლოდ ჯონსონი გახლდათ, რომელიც როლს-როისის მმართველი დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. ჯონსონმა ბრენდის რეპუტაცია შექმნა. რამდენიმე სარეკლამო აქტივობის წყალობით კომპანიამ სახელი მოიხვეჭა. ეს კი გაყიდვებზეც აისახა. 1906 წელს ფრედერიკმა 6 ცილინდრიანი ძრავის მქონე მანქანა Silver Ghost-ი შექმნა. Silver Ghost-ი მალე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავტომობილად იქცა. ეს მიღწევა კლოდმა ჭკვიანურად გამოიყენა და როლს-როისი მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილის სტატუსითაც გაარეკლამა. ეს ფრაზა იმდენად დამკვიდრდა, რომ საუკუნის შემდეგაც როლს-როისის ბრენდთან ასოცირდება. ავტომობილმა 24,000 კილომეტრზე მეტი გაიარა და არ გაფუჭებულა. როგორც ხუმრობენ, ამ მიღწევის ზემოხსენებულ უცხოურ კომპანიაში მერსედესშიც კი შურდათ. სოფლიოში უმდიდრესი ადამიანები მზად იყვნენ მანქანაში 4,000 ამერიკული დოლარი გადაეხადათ, რაც დღევანდელი გათვლებით 105,000 დოლარია. და ეს მხოლოდ მოძრავი ძარის საფასური იყო. გარებისთვის, სავარძლებისა და პანელებისთვის დამატებითი თანხა უნდა გაესროლათ. თუმცა ჩვენ წარმოსადეგ მდიდრებს ეს დიდად არ ადარდებდათ და როგორც როისი ამბობდა ხოლმე, ფასი დაავიწყდებათ, ხარისხი კი ამის შემდეგაც დიდხანს გაჰყვებათ. 1914 წლისთვის Silvers უკვე ბრიტანელი სამხედროებიც ყიდულობდნენ, რადგან ეს მანქანები ტანკივით იყო აწყობილი. როლს-როისი საიმედოობის მეფე იყო. შემდეგი ამოცანა სიჩქარეების მწვერვალის დაპყრობა გახლდათ. 1910 წელი ბიზნესი სტაბილურად ვითარდებოდა. ფრედერიკი კი სულ უფრო და უფრო მეტს მუშაობდა. მას სრულყოფილება სურდა და მზად იყო თავისი ჯანმრთელობაც კი ამ იდეისთვის შეეწირა. სწორედ ამ დროს რაღაც ტრაგიკული მოხდა. ირონიული არაა, რომ როდესაც როისი მძიმე დაავადებებს ებრძოდა, როლსი ექსტრიმის მიმართ მის ავადმყოფურ სიყვარულს შეეწირა. რბოლების შემდეგ ჩარლზი ფრენით იყო გადაცებული. სწორედ მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში რაიტ ბრაზერსის მიერ გამოშვებული ერთ-ერთი პირველი თვითმფრინავი რაიტ ფლაიერი შეიძინა. ეს თვითმფრინავი სწორედ როლს-როისთან პარტნიორობით შეიქმნა. 1910 წლის 12 ივლისს ჩარლზი თავისი რაიტ ფლაიერით გაფრინდა. თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა და ჩარლზიც ადგილზე დაიღუპა. ჩარლზ როლსი პირველი ბრიტანელი იყო, რომელიც აერონავტიკულ კატასტროფას ემსხვერპლა. ჩარლზის გარდაცვალებამ კომპანიაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. კლოდმა და ფრედერიკმა არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ძლიერი ბიზნეს პარტნიორიც დაკარგეს. გაყიდვების ხელმძღვანელობა კლოდმა შეითავსა.
1911 წელს ჩარლზის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში ფრედერიკი კვლავ ავად გახდა. ამჯერად საქმე სერიოზულად იყო. ლონდონში ოპერაციის შემდეგ ექიმებმა უთხრეს, რომ მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. როგორც იცით, ფრედერიკი პერფექციონიზმით იყო შეპყრობილი და დიაგნოზის გაგების შემდეგ მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა, რაც შეიძლებოდა მეტი მოესწრო. აკრძალვის მიუხედავად, ფრედერიკი დერბიში დაბრუნდა და მუშაობა განაგრძო. ამჯერად სახლიდან, რადგან იმდენად ცუდად იყო, რომ ქარხანაში შევლის უფლებასაც არ აძლევდნენ. ამის გამო ჰენრი ძრავებს სახლში აპროექტებდა და ქარხანაში წარმოებისთვის გზავნიდა. ამასობაში კომპანიის მმართველობა კლოდმა გადაიბარა. ფრედერიკმა, რომელსაც ეშინოდა, რომ მანამ მოკვდებოდა სანამ მისი ბრენდი რაიმე მნიშვნელობას მიაღწევდა, ყველაფერი ზუსტად დაგეგმა. როისის გათვლებით 1912 წლისთვის კომპანიას სხვა ლოკაციაზე ბევრად დიდი ქარხანა ექნებოდა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდოდა, ფრედერიკის სამუშაო ადგილს დაუბრუნდებოდა და ყველაფერი ძველებურად იქნებოდა. თუმცა ინჟინერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მისი ქარხანაში დაბრუნების შანსები კი თითქმის აღარ არსებობდა. და ზუსტად იმ დროს, როდესაც როლს-როის მწვერვალები უნდა დაეპყრო, პირველი მსოფლიო ომიც დაიწყო. თავი მეხუთე როლს-როისი ავიაციაში. კრისტალ აუტოს მაყურებლებისთვის, რომლებიც ჩვენს დოკუმენტურ ვიდეოებს თვალს აქტიურად ადევნებენ, ისტორიის ამგვარი განვითარება ახალი არ იქნება. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ ნებისმიერი ევროპული კომპანიისთვის თვითგადარჩენის ინსტინქტი გააქტიურა. უკლებლივ ყველა ბრენდი გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩაერთო. და რა სჭირდებოდა ამ დროს როლს-როის ყველაზე მეტად, თუ არა თვითმფრინავის ძრავები. მდიდრული მანქანების წარმოებაზე ორიენტირებულ კომპანიას ამ მხრივ გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა. ჯონსონი კომპანიის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ ფრედერიკს თვითმფრინავის ძრავების წარმოების იდეა არასდროს მოსწონდა. მის გადარწმუნებასაც ვერავინ ახერხებდა. საბოლოოდ საბჭოს წევრები მდიდრული მანქანების წარმოების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ეგონათ, რომ ომი მალე დასრულდებოდა, თუმცა ძალიან შეცდნენ. ომი წლები გაგრძელდა. როლს-როისაც თავის ომის განყოფილებასთან ერთად ახალი გეგმის შემუშავება დასჭირდა. ასე შეიმუშავა 1915 წელს ავტომწარმოებელმა თავისი პირველი აეროძრავა, რომელიც 12 ცილინდრიანი იგლი გახლდათ. რა თქმა უნდა, ამ ძრავების დაპროექტებაზეც ფრედერიკი მუშაობდა. კვლავ სახლიდან. ის ისევ შეუძლოდ იყო და ქარხანაში მისვლის ნებართვაც არ ჰქონდა. ამის შემდეგ როლს-როისმა აეროძრავების სხვა ვერსიებიც დააპროექტა, ხოლო კლოდმა ყველა მათგანს მტაცებელი ფრინველების სახელები დაარქვა. ასე შეიქმნა უფრო პატარა 6 ცილინდრიანი ჰოუკი, 190 ცხენისძალიანი ფალკონი და უფრო დიდი 675 ცხენისძალის მქონე კონდორი. ეს უკანასკნელი ომის დასრულებამდე, ანუ 1918 წლამდე იწარმოებოდა. 20-იანი წლების შემდეგ როლს-როისის წარმოების დიდი ნაწილი აეროძრავებზე მოდიოდა. ბიზნესი ყვაოდა, თუმცა მაშინ, როდესაც ყველას ფრედერიკის ჯანმრთელობა აშფოთებდა, მოულოდნელად 1926 წელს ჯონსონი გარდაიცვალა. კომპანიის მენეჯმენტი კვლავ შეიცვალა. ფირმამ აეროძრავებზე მუშაობა განაგრძო. პარალელურად 6 ცილინდრიანი სილვერ გოსტიც წარმოებაში რჩებოდა. ფრედერიკ როისმა ქარხანაში დაბრუნება გადაწყვიტა და კვალიფიციური ინჟინრების გუნდიც შემოიკრიბა. 1928 წელს კომპანიამ ლეგენდარული არტ-ძრავა წარადგინა. არტ-ძრავამ საათში 570 კმ/სთ აერის სიჩქარის რეკორდი დაამყარა. თავდაპირველად ის საჰაერო რბოლებისთვის შეიქმნა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ 37 ლიტრიანი V12 აგრეგატის კაპოტქვეშ მოთავსება საკმაოდ რთული ამოცანაა. იმავე არსერიის ძრავამ სუპერმარინ S6B უსწრაფესად აქცია. სუპერმარინი საათში დაახლოებით 656 კმ-ის სიჩქარით დაფრინავდა. ეს მაჩვენებელი
თითქმის რეაქტიული ძრავის სიჩქარეს უტოლდება. ძრავა 1929 წელს შნაიდერის თასიც მოიგო, თუმცა რემსი მაკდონალდმა, რომელიც იმ დროს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი იყო, არის წარმოების დაფინანსებაზე უარი განაცხადა. მაგრამ ეს მიღწევა უყურადღებოდ არ დარჩენილა ავტოენთუზიასტ მალკოლმ კემპელს, რომელმაც როლს-როისის ძრავის ავტომობილში მოთავსება გადაწყვიტა. მან მანქანას ბლუბერდი უწოდა. 1935 წელს ის პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც მიწაზე 300 მილისაათიანი ბარიერი მოხსნა. კილომეტრ-საათებში ეს 482-ს უდრის. რეკორდული გარბენი ლეგენდარულ ბონევილ სოლტ პლეტზე მოეწყო. ფრედერიკი ძრავების დიზაინზე სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. მისი გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, 1935 წელს, როლსის მიერ შემუშავებული ბოლო ძრავა მერლინ აერო პირველად პროტოტიპის სახით გაფრინდა. მაგრამ როლს-როისის ყველა დამფუძნებელი უკვე გარდაცვლილი იყო და კომპანიას დახურვას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა ასე არ მომხდარა. მას შემდეგ, რაც როლს-როისმა დაამტკიცა, რომ სანდო და მძლავრი ავტომობილების წარმოება შეეძლო, კომპანიამ მდიდრულ მანქანებზე გადაერთო. ასე შეიქმნა 1925 წელს ფანტომ 1 გლოვი, მძლავრი სედანი, რომელიც სწრაფად გახდა მეფეებისა და ინდუსტრიული მაგნატების რჩეული. მის შემდგომ მოდელში კომპანიამ მართვის გამოცდილება და კომფორტი დახვეწა, ხოლო 1935 წელს ფანტომ 3-იც წარადგინა. მანქანაში V12 ძრავაც მოათავსა, რაც იმ ეპოქისთვის მნიშვნელოვანი ნახტომი გახლდათ. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ავტომწარმოებელი მხოლოდ ძრავებსა და ძარას ამუშავებდა და არა ავტომობილის კორპუსებს. 1930-იანი წლების ბოლოს როლს-როისმა მსოფლიოს წამყვან ძარების მწარმოებლებთან გადაწყვიტა პარტნიორობა და 1959 წლის როლს-როის სილვერ დონიც გამოუშვა. პირველი მოდელი, რომელსაც შიდა წარმოების კორპუსი ჰქონდა. ეს იყო სილამაზისა და ელეგანტურობის ნაზავი და ძრავა 6 ცილინდრიანი აგრეგატი, რომლის დახმარებითაც მანქანა 150 კმ/სთ ავითარებდა. სილვერდონს 1955 წელს სილვერ კლაუდი მოხვა, გიგანტური ცხაურითა და ლეგენდარული Spirit of Ecstasy-ის ორნამენტით. ეს მოდელი ახალი ესთეტიკური დიზაინის ეპოქის დაწყებაზე მიუთითებდა. კორპუსის წარმოების დაწყების შემდეგ, როლს-როისმა თავის ავტომობილებში მდიდრული კომპონენტების დამატება დაიწყო. როლს-როისი, რომელიც ოდესღაც საიმედოობისა და სიმძლავრის სინონიმი იყო, ახლა გზებზე ყველაზე ელეგანტურ ავტომობილად ითვლებოდა. მის მფლობელებს კი ელიტარულ სტატუსს პირდებოდა. 1960-იანი წლები ინჟინერიის მოდერნიზაციის ეპოქად იქცა. ამ დროისთვის როლს-როისის საკუთრებაში უკვე ირიცხებოდა ბენტლი, რამაც ორმაგი ბრენდის სტრატეგია წარმოშვა. ბენტლი სპორტული ფუფუნების, როლს-როისი კი მარადიული ელეგანტურობისთვის. ისეთმა მოდელებმა, როგორიც 1965 წლის სილვერ შადოუ იყო, ჰიდროპნევმატური დაკიდების სისტემითა და მონოკოკური ძარით ბრენდში რევოლუცია მოახდინა. სამყარო იცვლებოდა. ნავთობის კრიზისი კი წარმოების ხარჯებს ზრდიდა. კომპანია რეპუტაციას მყარად ინარჩუნებდა. მაგრამ მომხმარებელთა მცირე ნიშა მას ფინანსურად მოწყვლაც მაინც ხდიდა. 1970-იანი წლებიდან კომპანია გაურკვევლობაში აღმოჩნდა. თვითმფრინავის ძრავების სფეროში მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო 1971 წელს როლს-როის ლიმიტიდი გაკოტრდა. ბრიტანეთის მთავრობამ კი ძრავების ბიზნესის ნაციონალიზაცია გადაწყვიტა. ასე შეიქმნა როლს-როის PLC. ხოლო საავტომობილო განყოფილება როლს-როის მოტორსად ჩამოყალიბდა. კომპანია უნდა გაყიდულიყო, თუმცა პოტენციური მყიდველები ოყმანობდნენ. ბევრისთვის როლს-როისი უბრალოდ ძვირი იყო. ზოგისთვისაც თავის ტკივილი გახლდათ. მაშინ, როდესაც სხვა ავტომწარმოებლები, მათ შორის BMW და Mercedes-ი მოდერნიზაციისკენ მიისწრაფოდნენ, როლს-როისი ტრადიციების და სტილის ერთგული რჩებოდა. მიუხედავად ამისა, მომხმარებლების ნაწილი კვლავაც ბრენდის ერთგული დარჩა. როლს-როისის მფლობელებს შორის კი ძირითადად ულტრამილიონერები, მთავრობის წარმომადგენლები და მონარქები იყვნენ. ჯერ კიდევ 20-იან წლებში ინგლისის მეფე ჯორჯ მეხუთემ როლს-როის სილვერ გოსტი შეიძინა, რომელიც, როგორც ამბობენ, მის ოფიციალურ სახელმწიფო ავტომობილად იქცა.
ისე უნდა აღინიშნოს, რომ ჯორჯმა როლს-როისით დაიმლერი ჩაანაცვლა. 1950 წლის როლს-როის ფანტომ 4-ს კი დედოფალი ელიზაბეთ მეორე ფლობდა. უნიკალური ავტომობილი მხოლოდ 18 ეგზემპლარადაა დამზადებული და ის ისტორიული და ოფიციალური ღონისძიებებისთვის გამოიყენებოდა. მონარქების სიყვარულის მიუხედავადაც, კომპანიას რთული პერიოდი ედგა. მაგრამ როლს-როისი არ ნებდებოდა. 1971 წელს ავტომწარმოებელმა კონიში გამოუშვა. ავტომობილი, რომელიც თავისი დროის ყველაზე საოცნებო და სასურველი მდიდრული მოდელი გახლდათ. ამ პერიოდშივე კომპანიამ ისეთი მნიშვნელოვანი მოდელები წარადგინა, როგორებიც 1977 წლის Silver Shadow 2 და 1975-86 წლებში წარმოებული კუმაკია. დამოუკიდებელი როლს-როისის ისტორიაში 1990-იანი წლები უკანასკნელი აღმოჩნდა. კონიში 5 და 1998 წლის Silver Seraph ბოლო მოდელები იყო, რომელიც კომპანიამ BMW-ს კოლგის ქვეშ მოქცევამდე აწარმოა. თუმცა ეს უკანასკნელიც გერმანელების მოწოდებული V12 ძრავით იყო აღჭურვილი. პრესტიჟის გამო კომპანიის საბაზრო ღირებულება ზრდას განაგრძობდა, მაგრამ ფინანსური გამოწვევები უცვლელად რჩებოდა. თავი მეექვსე. თანამედროვე როლსი. როლს-როისი თავისი სტილით, სპეციფიკით, ისტორიითა და დანიშნულებით ყველასთვის ხელმისაწვდომ პროდუქტს აწლეულები აღარ ქმნიდა. ავტოინდუსტრიის განვითარების შედეგად კი საავტომობილო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური გარიგების მსხვერპლიც გახდა. 1998 წლის სატენდერო ბრძოლაში ერთმანეთს BMW და Volkswagen დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ შეთანხმება შედგა. Volkswagen-მა Rolls-Royce Motors-ის ქარხნები, დიზაინი და Bentley-ის მანქანების განყოფილება წაიღო, ხოლო BMW სახელწოდებასა და ლოგოზე უფლებები მიიღო. მაგრამ აქ იყო ერთი პრობლემა. Volkswagen Group-ს ქარხნების ამუშავებისა და ავტომობილების წარმოება შეეძლო, თუმცა 2003 წლიდან ის ვეღარ გამოიყენებდა Rolls-Royce-ის სახელს. ბრენდის ლოგოსა და სახელწოდების გამოყენების უფლება კი BMW-ს გააჩნდა. ასე და ამგვარად ხარებმა ახალი შეთანხმება დადეს. 2003 წლის 1 იანვარს ბრიტანული ბრენდი მთლიანად ბავარიული კომპანიის კონტროლქვეშ მოექცა, თუმცა კომპანიას ინგლისური ფესვები მაინც არ დაუკარგეს. ახალი ქარხანა გუდვუდში აშენდა, საიდანაც თანამედროვე ფანტომი გამოაგორეს. ფანტომის 6.75 ლიტრიანი V12 ძრავა BMW-ს M73-ის არქიტექტურაზე იყო დაფუძნებული. ეს უბრალოდ მანქანა არ იყო, ეს იყო განცხადება, რომელიც ამბობდა, Rolls-Royce დაბრუნდა და ჩვენ უკეთესები ვართ, ვიდრე ოდესმე. 2009 წელს Ghost-ის გამოშვებამ, რომელშიც ასევე მე-7 სერიის V12 გამოიყენეს, Rolls-Royce მომხმარებელთა ახალი ტალღა მოუყვანა. სხვანაირად არ გაიგოთ, ის მაინც ვირადღირებული მანქანა იყო, მაგრამ შედარებით უფრო ხელმისაწვდომი გახლდათ ღარიბი მილიონერებისთვის. მოდელების ხაზის გაფართოება Rolls-Royce-ის უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. 2013 წელს ვრეისისა და 2015 წელს დონის გამოშვებამ ყველას დაანახა, რომ Rolls-Royce შეეძლო შეექმნა განსაცვიფრებელი თანამედროვე ფუფუნების მანქანებიდან თავის მემკვიდრეობაც არ დაერიწყებინა. მაგრამ ავტომწარმოებლის თანამედროვე ისტორიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ალბათ 2018 წელს კალინენის გამოშვება გახლდათ. SUV Rolls-Royce-ისგან? დიახ, Rolls-Royce Cullinan Black Badge დაახლოებით $450,000 ღირს და დღემდე ყველაზე ძვირადღირებული, მასობრივად წარმოებული SUV-ია. მაშ რა არის შემდეგი? ისევე როგორც დანარჩენი საავტომობილო სამყარო, Rolls-Royce-იც ელექტრომობილებზე გადადის. ამას ალბათ ვერავინ არ ცდება. Discover Spectre ლეგენდარული ბრენდის უახლესი მოდელია, რომელსაც ნაცნობი შტრიხები და ელეგანტური სტილი დახვდება. ეს ელექტრომობილი $250,000-მდე ღირს და ამ ფასად 877 ცხენის ძალასა და ულტრამდიდრულ გამოცდილებას გვირდებათ. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, Silver Ghost-იდან თანამედროვე პანტომამდე
თვითმფრინავების ძრავებიდან ელექტრომობილებამდე, Rolls-Royce-ის ისტორია ინოვაციების, ფუფუნებისა და ხარისხისადმი ურყევი ერთგულების ისტორიაა. და თუ სადმე საავტომობილო ინდუსტრიის სამოთხე არსებობს, Rolls-იც და Royce-იც დღეს იქიდან ამაღად იცქირებიან.